საქართველოს კანონზე უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი ევროპის საბჭოს ექსპერტთა მიერ გამოქვეყნებული განცხადება შეფასებების თემაა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. დოკუმენტში ნათქვამია, რომ აქტში გათვალისწინებულ ზომებს ძალიან მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე. შესაბამისად, ექსპერტთა საბჭოს მოსაზრებით, მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწვევა და მისი დებულებების აღსრულებისკენ რაიმე ნაბიჯებისგან თავის შეკავება. დოკუმენტის თანახმად, აქტის იმპლემენტაცია მძიმე და გაუმართლებელ ზიანს გამოიწვევს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისთვის. შეუსაბამო იქნება ვალდებულებების ფართო სპექტრთან, რომლებიც ევროპის საბჭოს წევრმა სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო და შესაბამისად სრულიად უადგილო იქნება. ნათქვამია ევროპის საბჭოს ექსპერტთა საბჭოს განცხადებაში. ევროკავშირში ჩვენს ევროპულ პარტნიორებში არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან და მათ შორის იმ ცივილიზაციურ საწყისებთან, იმ ცივილიზაციურ მონაპოვართან, ადამიანის უფლებებთან, რაც ევროპული სამყაროს ნამდვილი ფუნდამენტია. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს და თუკი ჩვენ ვლაპარაკობთ სამართლიანობაზე, ჩვენს მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობაზე, რასაკვირველია, თავარი თემა არის თითო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად დასავლეთ ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ელემენტარულია თითქოს ფორმულა. თქვი რას იღებ, რა პროგრამებისთვის იღებ და თუ რამე დაფინანსებას ღებულობ ნებისმიერი წყაროდან, ის არ უნდა იქნეს გამოყენებული რადიკალიზმის და ექსტრემიზმის განვითარებისათვის. როგორც მოქმედებს ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივენაირად მოქმედებს ეს საქართველოში, მაგრამ ამის და მიუხედავად მაინც აკრიტიკებენ ფარას კანონს საქართველოს შემთხვევაში და ხმას არ იღებენ ამერიკასთან დაკავშირებით. უბრალოდ ვიღაცებს გარე აქტორებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ ის, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რა ფულიც ტრიალებს დიდარი NGO-ების ხელში.